პირველ მაისს გამოქვეყნებულ დასკვნას განცხადებით გამოეხმაურნენ რითეილ ასოციაციაში, სადაც აცხადებენ, რომ სექტორმა უკვე დაიწყო მუშაობა მოკლევადიან ხელშესახებ შედეგებზე. ასოციაციის ინფორმაციით წევრმა კომპანიებმა საოჯახო კალათის ფარგლებში შეარჩიეს ძირითადი პროდუქტები, რომლებზეც სპეციალური საფასო პოლიტიკა იმოქმედებს, ანუ მომხმარებელს მუდმივად ექნება ცნობა კონკრეტულ შედარებით იაფ შეთავაზებებზე. რითეილ სექტორი საკუთარ მიდგომას საერთაშორისო გამოცდილებას, მათ შორის საფრანგეთისა და საბერძნეთის მოდელებს უკავშირებს, რომლებიც ბაზრის მკაც რეგულაციებს არ ეფუძნება და კონკურენციის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ ინიციატივის წარმატება დამოკიდებულია მთელი მიწოდების ჯაჭვის ჩართულობაზე და მოუწოდებს მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს შეუერთდნენ ამ პროცესს და უზრუნველყონ შეღავათიანი პირობები. მათი განცხადებით, რომ მიზანია ძირითადი პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მზად არიან სახელმწიფოსთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა გააგრძელონ გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად. რის ხარჯზე შეიძლება შემცირდეს სამომხმარებლო კალათაში მოხვედრილ პროდუქტებზე. ფასები ამ თემაზე ვაგრძელებთ სტუდიაში საუბარს. გუდულის გენერალური დირექტორი და საქართველოს რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ხაბეშვილია ჩვენთან ერთად, ასევე იანა დირაშვილი რითეილ ექსპერტი. მოგესალმებით, მადლობა რომ მისცემთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონ გიორგი, თქვენგან დავიწყოთ. გასული 4 თვის განმავლობაშიც და არა მხოლოდ ალბათ ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გვისაუბრია რა რესურსი იყო ფასების შემცირების და რა ნაბიჯი შეიძლება რის შემდეგ რა ნაბიჯი შეიძლება გადადგმულიყო. განცხადების შემდეგ და დასკვნის შემდეგ, რომელიც ვნახეთ, რას გულისხმობდა თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება, რადგან საზოგადოებაში ორად გაიყო აზრი. ერთის მხრივ ისმის კითხვა, რომ თუ ისედაც იყო ამის შესაძლებლობა, რატომ არ იაფდებოდა აქამდე და მეორეს მხრივ თან თქვენ არ დაგავალდებულად, ასე ვთქვათ, კომისიამ ამ ტიპის გადაწყვეტილებები. რა არის განცხადების დამატებითი შინაარსი, რის ხარჯზე და რა გაიაფდება? კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. თქვენ აი პირველივე შეკითხვა, რომელიც დასვით იყო, რა არის ის გზა, ხო, რომლითაც შეიძლება რაღაცა უკეთესი ფასების შეთავაზება მოხდეს მომხმარებლისთვის გრძელვადიან რეჟიმში, საშუალოვადიან რეჟიმში და მოკლევადიან რეჟიმში. თუ ის რეკომენდაციები, რომელიც გაწერილი იყო დასკვნაში, პრინციპში ძალიან ესეთ მკაფიოდ ეხმაურება იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში არის. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც იქ არის დასმული, ეხება მაგალითად იმას, რომ მიწოდების ჯაჭვი არის ძალიან, ასე ვთქვათ, რთული, არის არაოპტიმიზირებული და ეს მართლაც ასე არის და ამ ჯაჭვის, რა თქმა უნდა, უფრო გამარტივება და ხშირ შემთხვევაში უფრო დამოკლება გამოიწვევს აუცილებლად ფასების გრძელვადიან, ასე ვთქვათ, გრძელვადიან ეფექტს და საშუალო ვადაში ეს გაკეთებადია და ეფექტი იქნება გრძელვადიანი. რა იგულისხმება ამაში? აი მაგალითად, საქართველოში მწარმოებელი აწარმოებს ამა თუ იმ პროდუქტს და იმის გამო, რომ ყველა ქსელს თვითონ არ აქვს საკმარისად ძლიერი ლოჯისტიკური ცენტრები, ეს მწარმოებელი თავის მარჟას ადებს, რა თქმა უნდა, პროდუქტს და შემდგომში კონტრაქტს უდებს დისტრიბუტორს, რომ მას უკვე ჭირდება დისტრიბუტორი, იმიტომ რომ ქსელებს არ აქვს დღეს ეს შიდა მომარაგების სისტემები ბოლომდე გამართული, თუმცა ამაზე მიდის აქტიური მუშაობა. დისტრიბუცია მე ადებს თავის უკვე მარჟას შესაბამისად და ამის შემდგომ მე მხოლოდ ამის შემდგომ ხვდება ესა თუ ის პროდუქტი დახსე. ამიტომ ლოჯისტიკური, ასე ვთქვათ, ხაზების ოპტიმიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ასევე ყურადღების მიღმა არაფრით არ შეიძლება დავტოვოთ ჩვენ საშუალოვადიანი, სხვა საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზანი, იმიტომ რომ ამას გრძელვადიანი ქვია, მოდით ახლა ამაზე კონცენტრაცია არ გავაკეთოთ, ეს არის აი აბსოლუტურად არასწორი მიდგომა იქნება, იმიტომ რომ საქართველოში ძირითადი პროდუქტების რაღაც გარკვეული ნედლეულის მინიმუმ რა წარმოებების გაძლიერების გარეშე ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დამოკიდებული საერთაშორისო ფასებზე, ვიქნებით ლოჯისტიკის ფასებზე დამოკიდებული და ასე შემდეგ. აი მაგალითისთვის რო ავიღოთ, საქართველოში დღეს იმის გამო რომ საკმარისი არ არის წარმოება, რძე ფერმერთან იქ ადგილზე რო ჩახვიდეთ და იქ შეიძინოთ და მე უკვე თელი ტრანსპორტი ყველაფერი თქვენი ხარჯი იყოს, ადგილზე ფერმერთან რძე ღირს ის ფასი, რაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში რძე ღირს დახლზე.
ანუ აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ამ კუთხით ახლა იგივე რიტეილ ასოციაცია, ხო, ჩვენ პირდაპირ პულსზე გვიდევს ხელი, ანუ რა არის მომხმარებლის ინტერესი და რაც მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტია, რაც ჩვენი ბაზრისთვის საინტერესო პროდუქტია, ამის სიღრმისეული კვლევის შედეგად უნდა მოხდეს შემდგომ უკვე წარმოებებზე, ასე ვთქვათ, დახმარება, წარმოებების გაფართოებაზე დახმარება და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა გადავდივარ მოკლე ვადიან, გარდა ამისა ბოდიშვილის საშუალო ვადიანზე ასევე კერძო ეტიკეტის თემა არის ხაზგასმული დასკვნაში, ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია, იმიტომ რომ ხშირად ფასში, როდესაც პროდუქტი არის ბრენდული პროდუქტი, რომელიც არის დიდი ტრანსნაციონალური კომპანიის მიერ წარმოებული, ფასში აუცილებლად ბრენდის ფასიც და ბრენდის ღირებულება ძდევს. მაშინ, როდესაც იგივე თუნდაც საქართველოში იქნება თუ სხვა ქვეყანაში თუ შეძლებს რიტეილი, რომ უფრო მეტი აი private labels რო უწოდებთ, ხო, საკუთარი ეტიკეტის ქვეშ, ანუ დაუკვეთოს და აწარმოოს პროდუქტები, ესეც გამოიწვევს ფასების კლებას. ეს არ არის თეორია, ეს არის პრაქტიკა, იმიტომ რომ ვინც ახერხებს ამა თუ იმ პროდუქტის მიმართულებით ამის კეთებას დღესაც საქართველოში, იმ მიმართულებით, ანუ ფასები ბევრად უფრო რეგულირებული არა, უბრალოდ უფრო მისაღები ფასები არის, ასე ვთქვათ. ვიდრე მოკლევადიან ეფექტზე გადავალთ, რაზეც კითხვა იყო, გრძელვადიანი ლოჯისტიკის გამართვა და ამიწოდების ნაწილი, ვის პასუხისმგებლობა, ვინ შეიძლება ჩაერთოს ამ ნაწილში, ვინ უნდა მოაწყოს ბიზნესის რა წილს ხედავთ, სახელმწიფოს ჩართულობას ხედავთ, რაიმე ფორმით როგორ რა თქმა უნდა, ეს უნდა გააკეთოს ბიზნესმა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან, ანუ გარკვეული დახმარების და ხელშეწყობის პროგრამები ამას ამ მიმართულებით უნდა არსებობდეს, ისევე როგორც აი მაგალითად რა ნაწილში გჭირდებათ ანუ თუნდაც იგივე სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა ბერკეტი, რომლითაც ახდენს მაგალითად იგივე ბანკებთან უზრუნველყოფის ჭრილში, ასე ვთქვათ, თანადგომას ბიზნესის და სხვა მიმართულებებით, ამ მიმართულებებით რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი დახმარება იქნება, მით უფრო სწრაფად განვითარდება. არის მზაობა ბიზნესის მხრიდან, რომ ეს ნაწილი დაიწყოს და ამაზე მუშაობა და ბიზნესი დღეს უკვე მუშაობს ამაზე, აქტიურად მუშაობს, არა მხოლოდ რიტეილერები, ბევრი იმპორტიორი კომპანია, ბევრი ადგილობრივი ლოგისტიკური კომპანია ცდილობს და ეს მიმართულება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა იმის რომ დავაჩქაროთ, ხო, უფრო მეტი აქტიურობა იქნება საჭირო და მეტი ჩართულობა თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან. ერთსაც ვიტყვი, რომ მინდა რომ ეს საზოგადოებას ძალიან ესე კაფიოთ აუხსნა რა, თუ ესა თუ ის კომპანია ახორციელებს რომელიმე პროდუქტის იმპორტს, ხო? ეს არის ერთი შემთხვევა. და მეორე შემთხვევა არის, როდესაც კომპანია აწარმოებს საქართველოში ამ პროდუქტს, ხო? რა თქმა უნდა, ის, ვინც აწარმოებს საქართველოში ამ პროდუქტს, მისი მხარდაჭერა მაქსიმალურად შედის რიტეილ სექტორის ინტერესებში, იმიტომ რომ ეს უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო განჭვრეტადობას. არ ვიქნებით დამოკიდებული საერთაშორისო პროცესებზე იმდენად, რამდენადაც დღეს ვართ. წარმომავლობაც ხშირად საუბრობენ სირთულეებზე, პრობლემებზე, რომელიც რიტეილერებთან ექმნებათ. ამ ნაწილშიც არაერთი გამოწვევა არსებობს, მიუხედავად იმ მხარდაჭერის პროგრამებისა, რაც არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც რიტეილი და უშუალოდ შეძლებს, რომ უფრო სრულფასოვნად გამართოს თავისი ლოჯისტიკური ცენტრი, ერთ-ერთი რაც არის ადგილობრივი წარმოებლისთვის არის ის, რომ აი მაგალითად რომელიმე ქსელს აქვს 1000 ობიექტი და მცირე მეწარმე ამბობს, რომ მე ვერ ვახერხებ, რომ ყველა იმ ობიექტში მივიტანო ეს ჩემი პროდუქტი და ამიტომ პრობლემაა. როდესაც რიტეილს ექნება ამისი შესაძლებლობა, რიტეილერებს ექნებათ ამის შესაძლებლობა და თავიანთი ლოგისტიკური, ასე ვთქვათ, გამართული ცენტრები ექნება და უფრო ბევრს აქვს უკვე რაღაც მცირე მასშტაბით, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით ექნება, ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, გაცილებით გამარტივდება წარმოებისთვისაც, ასე ვთქვათ, ეს პროცესი. თავად თემას მივუბრუნდეთ. კალათა რას მოიცავს? დღესაც ხედავთ, რომ გამუდმებით არის მაღაზიებში აქციები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. რა იცვლება ამ ნაწილში? კი, ისევ აი დასკვნის ერთ პუნქტს მოვიყვან, ეს დასკვნა არ არის დაუშვათ პირველი გვერდები, ხო, სადაც ძირითადი მიგნებებია, მხოლოდ იქ 120 გვერდია და ბევრი საინტერესო რაღაცა იქ პირდაპირ კვლევის შედეგად დადგენილია, რომ საქართველოში ფასების პოლიტიკის კუთხით მოქმედებს ეგრეთ წოდებული მაღალისა და high-lows პრინციპი და იქ სტრუქტურაც არის წარმოდგენილი, ესე რომ ქსელების გაყიდვების მხოლოდ 20% მოდის დღესდღეობით რეგულარულ ფასზე.
დაახლოებით 70-80%-ზე ეწერა. დაახლოებით 30% მოდის, ასე ვთქვათ, საშუალო მასშტაბის ფასდაკლებულ პროდუქტებზე და 50% მოდის ძალიან ღრმა ფასდაკლებულ პროდუქტებზე. ჩვენი განცხადების ფარგლებში, რიტეილ-ასოციაციის ფარგლებში ჩვენ ანუ ის ინფორმაცია გავაჟღერეთ, რასაც ჩვენ ვფლობთ ჩვენი წევრებისგან, რომ რიტეილ ასოციაციის წევრები გეგმავენ ამას უფრო მეტად სისტემური ხასიათი მისცენ. ანუ იმ სასაქონლო ჯგუფებთან დაკავშირებით, რომლებიც აი ამ კალათას უწოდებთ ჩვენ, ხო, საოჯახო კალათას ან რაღაც სენსიტიური პროდუქტების კალათას, აი მაგალითად არის სასაქონლო ჯგუფი ერთ-ერთი, ავიღოთ მაკარონი დაუშვათ, ხო? თუ ქსელს აქვს რაღაც 10 დასახელების მაკარონი, ქსელები ამბობენ, რომ ჩვენ სისტემურად მიუდგებით იმ საკითხს, რომ მინიმუმ ერთი დასახელების რომელიმე პროდუქტზე მუდმივად იყოს ისეთი ღრმა აქცია და ისეთი შეთავაზება, სპეციალური შეთავაზება, რაც ისეთ მომხმარებელს, რომლისთვისაც ფასი არის გადამწყვეტი და ასეთი კვლევებმა აჩვენა, რომ საკმაოდ ბევრი არის, დაახლოებით თუ არ ვცდები 60%-ზე მეტი არის გალტენ-ტაგარტის კვლევა იყო თუ არ ვცდები თუ TBC კაპიტალის. შესაბამისად, მათთვის ვისთვისაც ეს გადამწყვეტი ფაქტორია, მათ ყოველთვის კონდეთ ქსელებში იმის საშუალება, რომ ასეთი სახელს მიიღებს უბრალოდ არაფერი არ იცვლება რაღაცა აზრობრივად, ისედაც ვხედავთ ამას ბოლო წლების განმავლობაში. აქტიურად უბრალოდ იქნება გამუდმებით რაღაც კონკრეტულ ჯგუფზე. არაფერი განსხვავებულ სხვას არ თავაზობს ამ ეტაპზე ბიზნესი საზოგადოებას. ამას ისედაც ვაკეთებდით. ბიზნესი თავაზობს საზოგადოებას იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ანუ უფრო მეტი სისტემური ხასიათი მიეცემა, რომ მაგალითად, რომელიღაც ბიზნეს თავისი რომელიღაცა თვის გეგმიდან გამომდინარე, შესაძლებელია პირობითად ვამბობ, ბრინჯის არც ერთ პროდუქტ თეორიულად ვამბობ, ბრინჯის არც ერთ დასახელებაზე არ ქონოდა სპეციალური შეთავაზება. ამ შემთხვევაში ეს ხომ არ გამოიწვევს სხვა პროდუქტებზე ფასების გაზრდას იმაზე მეტად, ვიდრე ბაზარზე არის. ამის კომპენსირება ხო არ მოხდება სხვა პროდუქტებზე, რომელიც არა პირველადი შეიძლება იყოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. არა, არ მოხდება ამის კომპენსირება და არ მოხდება რატომ? იმიტომ რომ ჩვენ როგორც ახლა რიტეილ ასოციაციის განცხადებაშიც იყო ნათქვამი, ეს არ შეიძლება, შეუძლებელია რომ განხორციელდეს მხოლოდ ქსელის შესაძლებლობის ფარგლებში. ეს უნდა მოხდეს მწარმოებლის, დისტრიბუციის და ქსელის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე. ერთმნიშვნელოვანი რაღაცას გავუსვამ ხას, რომ საზოგადოებაში არ იყოს რაღაც ორაზროვანი აღქმა. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გამოიყოფა რაღაც ერთი დასახელების პროდუქტი და ყველა ქსელში იმ დასახელების პროდუქტზე იქნება. ყველა ქსელი თავად გადაწყვეტს პირველი რა პროდუქტი, რომელ ჯგუფზე შეძლებს გააკეთოს, რომელ პროდუქტზე და რა სიღრმის და ასევე ერთსაც გავუსვამ ხას, რომ აი ჩვენი მომხმარებელი ერთ ქსელში თუ შეხვდება ერთ პროდუქტს რაღაც X ფასად, სხვა ქსელში შეიძლება კიდევ უფრო იაფად შეხვდეს და მესამე ქსელში შეიძლება იმასთან შედარებით ცოტა ძვირი იყოს, იმიტომ რომ ყველა ქსელს აქვს თავის შესაძლებლობის ფარგლები და ამ შესაძლებლობის ფარგლებში ნაბიჯს ყველა მაქსიმალურად შეეცდება რომ გადადგას მომხმარებლისკენ. ია, როგორ უყურებთ დასკვნას, რაც გამოქვეყნდა, ასეთ გვერდიანი დოკუმენტია, რა იყო მთავარი და რა გზას ხედავთ თქვენ და ხედავთ თუ არა რაიმე რესურს ფასების შემცირების? ესე იგი, მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. რაც შეეხება დასკვნას ძალიან სიღრმისეულად ჯერჯერობით ვერ გავეცნე, იმიტომ რომ მოცულობითია და უფრო მეტი დამუშავება საჭიროებს, თუმცა ძირითადი მიგნებები, რაც იყო გამოკვეთილი, იქიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ფაქტობრივად ეს დასკვნაც აღწერს იმ რეალობას, რაც დღეს არის თვითონ ამ საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში მოცემული, რომლის შესახებაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვენი ეთერითაც, სხვადასხვა ეთერის საშუალებით და ფაქტობრივად ანუ დასკვნაში ძირითადი მიმართულებები არის გაერთიანებული, ხო? ეს შეეხება როგორც ვთქვათ მიწოდების ჯაჭვის მართვის ნაწილს, როგორც ვთქვათ ამ გზის ოპტიმიზაციას, ასევე სხვადასხვა ვთქვათ მოკლედ უგრძელვადიან გზებს, გადაჭრის გზებს და რეალურად ამ მიმართულებით უნდა ითქვას, რომ თვითონ სექტორი ყოველთვის აქტიურად მუშაობს და სექტორში წარმოადგენელი აქტორებმა ეს ყველაზე კარგად იციან და ამ გზებს თვითონაც ეძიებენ და ეს არ არის რაღაცა პანაცეური, ასე ვთქვათ, მიგნებები, ეს გზა გავლილი არის
განვითარებული ბაზრის მხრიდან ჩვენც ამ გზას გავდივართ, თუმცა ჩვენს გზა, ასე ვთქვათ, ქართულ სოციალურ ვაჭრობის გზას აქვს თავისი ტემპი, თავისი ტენდენციები, თავისი ინტენსივობა და მისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ტემპით გავდივართ ამ გზას. რაც შეეხება ფასების შემცირების, ასე ვთქვათ, რესურსს სად არის, ხო? ეს რესურსი ვფიქრობ, რომ ყოველთვის არსებობს და ბიზნესი თავისუფლად ყოველთვის ცდილობს, რომ ეს რესურსი გამონახოს. და ბიზნესის ბუნებრივი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა არის, რომ შეეცადოს, რაც შეიძლება ეფექტურად აკეთოს მისი ბიზნეს ოპერაციები იმისათვის, რომ მომხმარებელს შესთავაზოს, რაც შეიძლება საუკეთესო შეთავაზება. ეს შეთავაზება ხშირ შემთხვევაში გამოხატული შესაძლოა იყოს ფასის კომპონენტი, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკრეტული სერვისების თუ სხვადასხვა პერსონიფიცირებულ მომსახურებაში იმის მიხედვით, რაც არის საზოგადოების დაკვეთა და იმის მიხედვით, რა ბიზნეს მოდელს, ანუ რა, ასე ვთქვათ, ნიშურ ფორმატსაც წარმოადგენს თვითონ ბიზნესი. დასკვნაში იყო, ვთქვათ, მოკლევადიანი, გრძელვადიანი და ვთქვათ, საშუალოვადიანი, ასე ვთქვათ, გამოსავალზე, სტრატეგიულ ხედვაზე საუბარი. მე ერთ კომპონენტზე მინდა რამოდენიმეზე უბრალოდ გავაკეთო აქცენტი. პირველი, ის რაც ჩვენ დავინახეთ, რიტეილის მხრიდან, ანუ ბიზნესების მხრიდან გაკეთებული განცხადება, ჩემთვის ეს იყო ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი და პრინციპში ეს იყო პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, ხო? და ზუსტად იმას ამტკიცებს, რომ რას აკეთებენ ბიზნესები, განსაკუთრებით რიტეილები, რომელიც ყველაზე ახლოს არიან მომხმარებელთან, ისინი ასრულებენ საზოგადოების დაკვეთას. და იქიდან გამომდინარე, საზოგადოების მოლოდინი, თუნდაც ამ ბოლო 4 თვის განმავლობაში და ისედაც ყველაზე სოციალური საკითხი არის ფასი, რიტეილი ამას პასუხობს თავისი ქმედებით, ეს არის ძალიან ბუნებრივი გზა. რაც შეეხება გრძელვადიან თემას, მინდა გითხრათ, რომ დიდი ხანია თვითონ სისტემაშიც ვარ, ასევე საკმაოდ სიღრმისეულ კვლევებსაც ვაკეთებ, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ვწავლობ საერთაშორისო პრაქტიკებს და მიწოდების ჯაჭვის, ასე ვთქვათ, ავტომატიზაცია და სისტემური მიდგომა უზრუნველყოფს რეალურად ეფექტურობის მიღწევას. და რატო ვაკეთებ ამაზე აქცენტს, ხო? ჩვენი ბაზარი და არა მარტო ჩვენ, მაგრამ ჩვენ ბაზარზე რო ველაპარაკოთ, დამოკიდებული ვართ იმპორტზე, ხო? ადგილობრივი წარმოების გაფართოება და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამაში არ ჩავალ სიღრმეში, მაგრამ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ასევე გლობალური პოლიტიკური სიტუაციები, ვთქვათ, აი რისი მომსწრეებიც ახლა ძალიან აქტუალურად ხო, სხვადასხვა ომები, ნავთობპროდუქტები, ნედლეული რესურსები. ეს არის ის ფაქტორები, რომელსაც ბიზნესი ვერ ახდენს გავლენას. ამიტომ ამ ფაქტორებს, აი გიორგი მას ახსენებს თავისთავად, თუ ნედლეულზე ფასი გაიზრდება, ენერგომატარებელზე ფასი გაიზრდება, ეს ავტომატურად აისახება, მაგრამ ჩვენ უნდა აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, ხანგრძლივობადები, ლოჯისტიკის არაეფექტურობა და ბაზარის რასაკვირველია, მაგრამ რაზე შეიძლება ბიზნესმა, ანუ რა არის ბიზნესის მართვის კონტროლის ქვეშ. ეს არის მისი ბიზნეს პროცესები. ამიტომაც ხას ამაზე უხსენებ, იმიტომ რომ ის ფაქტორები, რომელსაც ბიზნესი ვერ აკონტროლებს, ხო, ეს არის თამდევი, რომელსაც ყველას აისახება. ამ ნაწილში აუცილებლად უნდა მოხდეს აქსელერაცია, არა თქვა ხელოვნური, თქვა ხისტი ჩარევა, არამედ აქსელერაცია ლოგისტიკური ჰაბების შექმნის. ხო, აქ შეიძლება როგორც ასე ვთქვათ, შემავსებელი ცენტრები, როგორც სადისტრიბუციო ცენტრების შექმნა, კითხვა იყო წეგან დასმული, ვის ასე ვთქვათ, მხარეს არის ეს. რა თქმა უნდა, ეს არის ბიზნესის მხარეს. აქ შეიძლება მოხდეს ინტეგრაციები, როგორც რიტეილმა, თქვათ, მისი ინტეგრაციის ქვეშ განავითაროს და ამისი ძალიან კარგი საერთაშორისო პრაქტიკები ჩვენ გვაქვს. ასევე ეს ლოგისტიკური ჰაბები შეიძლება იყოს დამოუკიდებელი აქტორი, ანუ ერთ-ერთი რგოლი, რომელიც თავის თავში გაართიანებს სხვადასხვა სერვისს. ეს არის, რა ვიცი, 3PL, 4PL, 5PL და full, არ ვიცი, ხა ინგლისური ტერმინი, იმიტომ ხა ქართული არ არის შესაძლებელი, მაგრამ ძალიან ბევრი სერვისი, რომელიც ზრუნველყოფს ზუსტად იმ, ასე ვთქვათ, სერვისების მიწოდებას, რომელიც იაფებს მიწოდების ჯაჭვს. და რა შეიძლება ამ შემთხვევაში სახელმწიფომ გააკეთოს, ხო? იქიდან გამომდინარე, მე რამოდენიმე წლის წინ მქონდა კვლევა ზუსტად მსგავსი ტიპის ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ქართულ ბაზარზე. მოკვლევა იყო თუ არა საქართველოში ჩართული როგორც მწარმოებლები, ასევე დისტრიბუტორები და რიტეილერები მზად მსგავსი ტიპის ტექნოლოგიები დაენერგათ. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი, რომ საჭირო არის ამ ტექნოლოგიების შესახებ, ანუ ცნობიერების ზრდა, ეს პირველი ნაბიჯი, შემდეგ უკვე მზაობა, ბიზნესების მზაობა არა მარტო ორგანიზაციული, ასევე ტექნოლოგიური მხრივ, იმიტომ რომ ამ ტექნოლოგიების დანერგვა მოითხოვს უკვე პლატფორმას, ანუ ბაზის, რომ რაღაცაზე დაინერგოს და მესამე ეს არის ორგანიზაციული მზაობა, რაც მოითხოვს იმას, რომ ჭირდება საკმაოდ მაღალი ინვესტიციები. ანუ აი ეს ინვესტიციები ხო კიდევ ბევრ მრავალზე დამოკიდებული, ანუ ჯამში იმისაც, რომ ჩვენ შევძლოთ მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის მიღწევა, ხო, ორი ძირითადი მიმართულება არის. პირველი, რომ ზუსტად ეკოსისტემაში, ანუ
სისტემურად რა ხდება, იმიტომ რომ რაღაცა მიმდევრებით ხვდები და მეორე ორგანიზაციული ზომა, იმიტომ თუ ორგანიზაციული ზომა და მასშტაბი ამის საშუალებას არ იძლევა, ხო? მაშინ უჭირს ბიზნესს მსგავსი ტიპის ტექნოლოგიების მიღება. სხვა შემთხვევაში ძალიან რთული იქნება საუბარი მხოლოდ ლოგისტიკური ცენტრის არსებობა, ფიზიკური არსებობა, ანუ სისტემა უნდა არსებობდეს და ფუნქციონირებდეს. რეგულაციის თემასაც შევეხებით დღეს თუ ვერ მოვასწრებთ. მნიშვნელოვანი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს, რაც არის მთლიანად, ანუ ჯაჭვში მონაწილე მხარეებისთვის. მინდა რომ ფოკუსი ჩვენი იყოს აი რეალურად ესეთი რა, სწორი და სწორ მიზანზე მიმართული. ეს იქნება ის, რომ ეს რეგულაციები, რომელსაც ასე ვთქვათ, იგეგმება, რომ მთავრობაში იქნას განხილვა და შემდგომ პარლამენტმა მიიღოს, ეს რეგულაციები არ იყოს უხეში. დასკვნაში წერია, რომ არ შეიძლება უხეში ჩარევა, არ შეიძლება რაღაცა ზედაზღვრების დადგენა. ეს სწორია, იმიტომ რომ სოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი რამე მცდელობა იყო, გამოიწვია უკუ ეფექტი ამან. ამან გამოიწვია ფასების ზრდა, ამან გამოიწვია ეკონომიკის შემცირება. ხა რიტეილ სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის 20%. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ძალიან ვთხოვ ყველა მონაწილე მხარეს, ყველა stakeholders, ამაში რომ ნუ ვეცდებით დაუშვათ, რომ ეს პროცესი გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ ჩვენი ხარჯები უბრალოდ რაც გაგვაჩნია მოვიშოროთ და სხვა მხარეს გადავცეთ. იმიტომ რომ ამას ხაზს გაუსვამ. ერთ მხარეს თუ მოეხსნება ხარჯი და მეორე მხარეზე გადავა ეს ხარჯი, ამითი არც ფასი გაიაფთება, არც სისტემა გასწორდება და არაფერი კარგი არ მოხდება. მოხდება მხოლოდ ერთადერთი რომ ბიზნესი დაზიანდება და ეს იქნება. ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ რომ არასდროს არის საკმარისი თემა ძალიან აქტუალურია, თუმცა რეკლამაზე უნდა გავიდეთ აუცილებლად. გიორგი ხაბაშვილი, გუდულის გენერალური დირექტორი და საქართველოს რიტეილ ასოციაციის თავმჯდომარე და იან ნადირაშვილი, რიტეილ ექსპერტი იყვნენ ჩვენთან.